მოგესალმებით, გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო. ესე იგი, გავიარეთ სტრუქტურები და ახლა ეს აღარ გვჭირდება. დანარჩენი დავტოვოთ ჯერჯერობით, რადგანაც როდესაც მაგალითებს გავაკეთებ ხოლმე, დაგვჭირდება თუ რა სტრუქტურას უნდა მივიღეთ, ხო? ესე იგი, შევქმნით სტრუქტურა, სახელად btn, ღილაკი დავუშვათ. ღილაკში უნდა გავწეროთ ჩვენ პარამეტრები, ეს აღარ მჭირდება. ხო, კაი იყოს თუნდაც. ამის შემდეგ ვააქტიურებთ clocks და ამის შემდეგ ინიციალიზაციას უკეთებთ. ანუ ინიციალიზაცია არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს ფუნქცია აქეთაც გქონდა დაწერილი, ეს ფუნქცია. ამას გადავიტან უკვე ჩვენს tower source file-ში. ამის შემდეგ, რაც გვჭირდება, ეს მოკლე დახასიათებაც გავუკეთოთ. ეს არის GPIO init ფუნქცია. ამის შემდეგ აღწერაც მივაწეროთ initialize configuration of GPIO. ცვლადი გვაქვს ეს. მეორე ცვლადი არ გვაქვს. ну, ესენი აღარ გვჭირდება. მოკლედ, ესე იგი, ჩვენ აქ ამ ფუნქციაში უნდა დავწეროთ ესეთი რაღაცა, რომ რა ინფორმაციასაც შემოიტანს მომხმარებელი სტრუქტურაში, btn ღილაკს მერე ვაწვდი, ხო, ამ ფუნქციას. ანუ მე ამ არგუმენტს, რასაც ამ ფუნქციას ვაწვდი, ხო, მაქვს მთელი ინფორმაცია, რაც მომხმარებელმა შემოიტანა და ის რეგისტრი, რომელშიც მინდა რომ ეს შემოტანილი კონფიგურაცია გაიწეროს. შესაბამისად, მე უნდა დავწერო ესეთი რაღაცები. პირველი იყოს, მოდი, select mode. შემდეგი იყოს, მოდი, ნახოთ ეს რეგისტრები, როგორ არიან. შემდეგი იყოს, ესე იგი, modes რო ავირჩევთ კონფიგურაციით, შემდეგ ვირჩევთ აქეთ რაღაც იყო. output type, configure output type. მესამე, როგორც მახსოვს იყოს speed, config speed და მეოთხე config pull up, pull down. ხო, ეს არის. მოკლედ, ეს პარამეტრები უნდა გავწეროთ. ყველაფერი კონფიგურაცია, რაც მომხმარებელმა შემოიტანა და რომელ რეგისტრზეც მინდა რომ გავწეროთ, ამ სტრუქტურაში გვაქვს. და მოდი ახლა დავიწყოთ ამ ყველაფრის გაკეთება. პირველი, როგორ უნდა ავირჩიოთ ჩვენი ეს სტრუქტურა. აქ ყველაფერი წერია, ესე იგი, ჩვენ აქ პარამეტრებს ვატყვით, რომელ პინზე არის საუბარი და რა mode. ანუ აქ ამ ორი პარამეტრით უნდა ვიხელმძღვანელოთ, ხო? ანუ ის config-ით, რომელიც მომხმარებელმა შემოიტანა. ანუ მე-13 პინზე თუ კი მინდა მე რომ გაიწეროს, ისე აქეთ დავბრუნდეთ, mode 13 არის ამაზე პასუხისმგებელი. იმისთვის რომ მომხმარებელმა რაც შემოიტანა, ანუ რომ ინფორმაცია არის რომ მე-13-ში mode-ი რა აირჩია, ხო? მაგალითად input-ი. input-ში რაც ეწერება, mode-ის იმ ნომერში უნდა გავწეროთ. 13 26 ბიტზე არის, მაგას გაჩვენებთ ახლა, როგორ უნდა ვქნათ ეს ყველაფერი. პირველ რიგში გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, შევქნოთ მაგალითად temp ცვლადი. ეს იყოს, მოდი, ცოტა ზემოთ, wint 18 დავატირეთ, temp უდრის 0-ს. პირველი რაც გვჭირდება, ეს არის რომ temp ცვლადში ჩავწეროთ შემდეგი ინფორმაცია. მოდი, ასე გავაკეთებ. ეს იყოს, მოდი, ამას დავაკოპირებ. რადგანაც ეს მისამართი არის, pointer-ად რადგანაც მოდის, ამ სტრუქტურის ელემენტებს რომ მივწვდეთ, უნდა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. ტირე და მეტობის ნიშანი. შემდეგ დავწეროთ pin config. pin config-ის ჩვენ რაც უნდა გადმოვიტანოთ, ეს არის pin config-ის, მე მგონი GPIO mode-ი გადმოვიტანოთ, ეს.
ხო, ესე იგი, აქ მოდი მივხვდეთ რა გავწერეთ ჩვენ. ტემპში, ტემპი არის 0-ის ტოლი და ახლა ამას რო გადმოვიტანთ, გახდება იმის ტოლი, რაც წერია აი აქ, ხო? ანუ 0 0 მე მგონი. აი მოდი ვნახოთ აქ რაც წერია. კი ბატონო, 0-იანი წერია. გარდა ამისა, მე მინდა რომ ნახეთ, როგორ რაღაცას გავაკეთებ. ეს paint-ი რო გავხსნათ, აი მაგალითად ამ ადგილზე მინდა რომ ჩავწერო მე, აი მოდერში ზუსტად აი აქ ამ მონიშნულ ადგილზე მინდა რომ ჩავწერო ერთიანები და ნოლიანები. შესაბამისად, მე უნდა გავაკეთო აქ აი ესეთი რაღაცა, მოკლედ მოდი დავწერ ჯერ და მე განვიხილავ უკვე იმას თუ რაც დავწერე. ესე იგი, აქ ანუ ეს რიცხვები, ანუ ეს ხო 0-ის ტოლი არის, აქ pin mode შეიძლება იყოს, ნახოთ. 0-ის ტოლი, 1-ის ტოლი, 2-ის ტოლი, ან 3-ის ტოლი, ხო? ან 0 0 1 0 1 1 0 ან 1 1-ის ტოლი. ათობითში 1 0 1 2 და 3. ესე იგი, მე უნდა გადავიტანო ის mode, რომელიც წერია აი ამ ცვლადში, გადავიტანო 26-ე ბიტზე, რადგანაც 26-ე ბიტი არის პასუხისმგებელი მე-13 პინზე. თითოეული პინისთვის არის 2 ბიტი გამოყოფილი. ამ ბიტებში ერთიანების და ნოლიანების კომბინაციით აირჩევა ის რეჟიმი, რომელსაც ჩვენ გავუწერთ. მოკლედ მოდი დავწერთ და მივხვდებით მერე. ესე იგი, აქ რადგანაც ნოლიანი წერია, ეს ნოლიანი უნდა გადავიტანოთ ჩვენ და აქ დავწერ ესეთ რაღაცას. 2 გამრავლებული და აქ უნდა დავწეროთ ისე აქედან წამოვიღოთ GPIO pin config GPIO pin number. მე მგონი, აი ეს არის და ამის მერე შეგვიძლია ეტაპობრივად შევამოწმოთ ხოლმე ეს ყველაფერი თუ რა როგორ კეთდება. ანუ ახლა რაც გავაკეთეთ, temp ცვლადში აი მოდი ვნახოთ როგორი რაღაცა მოხდება. temp ცვლადში 0-იანი, აქ შეიძლება იყოს ნებისმიერი კონფიგურაცია, ხო? ან 0, ან 1, ან 2, ან 3. აი აქ არსებული კონფიგურაციები. ეს კონფიგურაცია გადავიტანე, რა ნომერიც არის პინი, ის გამრავლებული 2-ზე. ანუ ნახეთ, მე-13 ნომერი რადგანაც მაქვს, მაგალითად პინზე აქ არჩეული, ხო, რომ ვეუბნებით, რომ 13 გამრავლებული 2-ზე არის 26, რასაც ავირჩევ, ხო, ანუ სულ რომ მე-4 პინი ამერჩია აქ, pin mode მაგალითად 4 დავწეროთ. ეს იგივეა რაც 4-იანი, აი ვნახოთ. აი ეს არის. ეს 4-იანი გამრავლდებოდა 2-ზე და ის ერთიანი იქნებოდა 0-იანი თუ რაც იქნებოდა, გადავიდოდა მე-4 ბიტზე, ხო? 2x2. ანუ 1 2 1 წუთით, აქეთ თუ pin number-ში მიწერია 1 წუთით, ბოდიშით. თუ 4 მიწერია 4x2, ხო? ანუ 8. აი მერვე რო ვნახოთ, მერვე ზუსტად გამოდის მე-4 ბიტის, ხო? ანუ ეს ჯობია რომ თქვენით კიდევ გაიაზროთ ხოლმე კარგად, მივხვდეთ თუ ეს რატო დავწერე. ესე იგი, ამას როცა დავწერ, temp ცვლადი იქნება უკვე აი ესეთი მნიშვნელობის ტოლი, ხო? აი მოდი აქეთ paint-ში დავუბრუნდეთ. თუ 4-იანის შემთხვევა იქნებოდა 0 1 აი ამას ავიღებ. 0 1 2 3 4 5 6 7 8. აი აქ მერვეში და მე-9-ში გაიწერებოდა 0 და 0. 0 და 0, რადგან ანუ რეალურად ვეუბნები რომ აქ სად არის ჩემი კოდი? აქ რეალურად ვეუბნები რომ აქ რაც წერია, ანუ 0-იანი გადაიტანე რამდენით. და რადგანაც 8-ით მიწერია, 0-იანი გადმოვიდოდა 8 ბიტით, 8 ბიტის მოშორებით. ამის შემდეგ, რაც უნდა დავწეროთ, ის არის, რომ GPIO mode-ში გადავიტანოთ ეს ცვლადი. ახლა ვნახოთ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, რაც მჭირდება ხოლმე, ის არის, რომ ჯერ დავარესეტო, ანუ გავასუფთავო არსებული რეგისტრი, რაიმე ხომ არ ხდება, ანუ ამის გარდა, რადგანაც ამ ინიციალიზაციას ვაკეთებ მხოლოდ. აქ წერ ისევე p GPIO handle წერტილი არა, ბოდიში
ტირე და ეს მეტობის ნიშანი. შემდეგ აქ წერ ესეთ რაღაცას GPIO არა, P-GPIO X-ი, ანუ ამ რეგისტრზე აქ GPIO-A-ს მივაწვდი, ხო? GPIO-A რეგისტრზე აქაც ესეც მისამართი მაქვს, აი ნახეთ, molder მისამართზე, მოდი ეს არის გასუფთავება წინაზეც ვნახეთ, ხო? ეს წერტილი მძიმე, 3-იანი შემიძლია ჩავწერო, ან 0B11-ის აქ ესეთი რაღაც დამჭირდება. გადავიდეს 2 გამრავლებული 2 გამრავლებული ისევ იმ რიცხვზე. აი ამას. მოდი თან გავიაზროთ ახლა რა მოხდება ასეთ შემთხვევაში. ესე იგი, თუ კი მინდა გასუფთავება, თუ კი მერვეზე მინდა, მერვე, ანუ ეს ხო 4-ის ტოლია, 4x2 ანუ 8 ბიტით გადაიტანე ერთიანები შემოbrunებული და ანუ ეს დაანიშნავს და ეს მიანიჭე ამ ბიტს, ხო? ანუ ერთიანების შემოbrunებულს ან ნოლიანებს გადაიტანს მერვე ბიტებზე. ანუ აი აქეთ ახლა ჩასვავს ნოლიანებს. ანუ აქ სხვა რაიმე კონფიგურაცია დაგვხდეს წესით, ეს გადაიტანს აი აქეთ როგორც გითხარით ამ მნიშვნელობას. ხოლო ამის შემდეგ შეგვიძლია პირდაპირ ავდგეთ და აი ეს ჩვენი რეგისტრი უდრის დავწეროთ ან ესე დავწეროთ ან უდრის temps წერტილმძიმე და temp ფლადი გავანულოთ. ეს არის მოკლედ ჩვენი პირველი კონფიგურაცია. აქ რადგანაც input-ი 0-ის ტოლი არის, ახლა მაგალითი რომ ვნახოთ და რეალურად რას გააკეთებს ეს ყველაფერი. აქ ნოლიანებისგან განსხვავებული მინდა რომ მქონდეს, რადგანაც რეგისტრებში სტანდარტულად ნოლიანები იქნება, აქ input-ის მაგერად დავწერ GPIO დაბლატირე mode და იყოს output-ი თუნდაც. და ეხლა შევაერთებ კონტროლერს, ამ ყველაფერს ჩავწერ და ვნახავ როგორ გადავა რეალურად ის ბიტები იმ რეგისტრებში, რომელშიც მინდა რომ გადავიდეს. მოდი გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ავიღებ ახლა ამას დავბილდავ. ერორები გვაქვს. აქეთ მე მგონი აქ უნდა მივაწოდოთ აი ეს მისამართი. ხო, ისე. ეს ყველაფერი ჩაიწერა და თან მოდი დებაგირების რეჟიმიც განვიხილოთ, ხო? ანუ აქ ჩვენ ყოველთვის გვჭირდება while 1 რომ სულ მუშაობდეს მაგალითად ჩვენი კონტროლერი, ანუ ეს რო არ მეწეროს, ამას ერთხელ უცებ შეასრულებდა და всё, მეტი აღარაფერი აღარ მოხდებოდა. რაც არ უნდა გავაკეთოთ, თუ არ გადავტვირთეთ ჩვენი პროცესორი, ანუ ან გამოვაძრეთ, არ შევაერთეთ, სულ მარტო ამას გააკეთებს ერთხელ და მორჩა. ახლა რაც მჭირდება, ამებს გავთიშავ, გამოვიტან view-ებით, memories. ასევე გამოვიტან რეგისტრებს ერთმანჯარას და ამას გავხსნე. ახლა ეს რეგისტრები მირჩევნია რომ აი აქეთ ჩავაგდო. ასევე გამოვიტან locals, ანუ ცვლადებს და აი ამას აქეთ ჩავაგდებ მე. ახლა ეს ყველაფერი რო ვნახოთ, დავიწყოთ სათითაოდ გავლა. ჩვენ შემოვიტანეთ რაღაც ჩვენი სტრუქტურა, აი აქ არის ეს სტრუქტურა და ნახეთ რომელ მისამართებზე, ხო? რაღაც random მისამართებზეა ახლა ეს შექმნილი. ნახეთ, თუ დააკვირდებით. ასევე GPIO აქ config-ი, რაცაც გვაქვს, ამ ცვლადების მნიშვნელობები არის 0-ის ტოლი. გავიაროთ, მოდი მივაღებინოთ ეს მნიშვნელობები და თან დავაკვირდეთ რა მოხდება. აი აქეთ შეიცვალა ეს მისამართები და აი აქ თუ დააკვირდებით, value წერია, მაგრამ location-ი გახდა მისი 4002, რადგანაც აქ ჩვენ ვიცით რომ მივაბით ის მისამართი, რომელიც აქ წერია, GPIO-A-ის მისამართი. აქ თან ვნახოთ GPIO-A. და მოდი გავხსნათ molder-ი. აი აქ ესეთი კონფიგურაცია გვაქვს ჩვენ ამ ეტაპისთვის.
ამის შემდეგ წესით რაც შეიძლება ის არის რომ pin number-ში, ანუ აი აქეთ, ესეც რომ ნახოთ, pin number-ი აქ უნდა გახდეს წესით 4. აი გახდა კიდევაც და ეს value-ები შემიძლია დეციმალიც იყოს და რაც მინდა ის შემიძლია გავხდეთ. კიდევ გავაგრძელოთ output-იც, ანუ აქ ერთიანი გახდა, აქ რომ input-ი მეწერა იმ შემთხვევაში 0-იანი იყო და მე მინდა რომ რეალურად ცვლილება დავინახო, ხო, 0-იანები ისედაც წერია რაღაცებში. და pull down-ი გადავედით და აქაც ერთიანი ჩაიწერა, ანუ ნახოთ ახლა რა უნდა მოხდეს. შემდეგი გადავიდეთ, რადგანაც აქ RCC-ზე არის საუბარი, მეც არ ვიცი ახლა სწორად იმუშავებს თუ არა, მოდი ჯერ RCC-ც ვნახოთ. აი აქეთ RCC მოვძებნოთ. შემდეგი ახლა ამ მოწმეებს ეს თუ GPIO A სტოლია, კი და შემოვიდა ამ if-ში, თუ კი, მაშინ აი ეს შეასრულა და ნახეთ აქ რა გააკეთა. GPIO A enable-ი გახადა. აი ეს ყველაფერიც მოდი ვნახოთ რატო გახადა A 1 სტოლი. აი აქეთ გვიწერია რომ RCC-ს AHB1 enable register-ს და ერთიანი გადაიტანენ 0 ინდექსი. ანუ 0 არის A-ს A ბიტი. სადაც იწერება, ხო, ანუ register-ს, აი მოდი ვნახოთ, თუნდაც register-ები, რადგანაც ცოტა ესე საფუძვლიანად გავდივართ ამ ყველაფერს. register-ებში მოვძებნოთ AHB1 clock enable registry. აი ეს არის, ანუ A რადგანაც 0 პოზიციაზე იყო, 0 პოზიციაში ჩაწერა ერთიანი. აი აქეთაც ჩაწერა ეს ერთიანი. ამის შემდეგ, მოდი გავაგრძელოთ, ნახოთ რა მოხდება. გამოვიდა ხო ამ ფუნქციიდან, შემდეგ უნდა შევიდეს ახალ ფუნქციაში და ვნახოთ აქ რა ხდება. აქეთ უკვე დავგვემატა temp ცვლადი, შემდეგი temp ცვლადის ჯერ მნიშვნელობა არაფერი არ აქვს, აი ახლა ჩაიწერა 256. ეს რატომ ჩაიწერა? ახლა გვაქვს გასარკვევი. ნუ სავსებით რეალურია, მოდი ეს 256 ვნახოთ ბინარულ ფორმატში, ხო? ანუ ნახეთ 1 2 3 4 5 6 7 და 8. ერთიანი გადაიტანა 8 ბიტით მარცხნივ. ანუ ზუსტად ეს მოხდა აქ. ეს რადგანაც ერთიანი იყო, რეალურად ეს ჩანაწერი ნიშნავს 10 ბიტში იმას, ანუ შეიძლება ყველაფერი სწორად მიმდინარეობს. ამის შემდეგ რაც უნდა მოხდეს, ისევ GPIO A-ზე რო გადავიდეთ, აი აქ წესით, აი მერვე ბიტი 0 სტოლია, ისედაც 0 სტოლი უნდა გახდეს ჯერ, რადგანაც აქ clear-ი მიწერია და ამის შემდეგ ამ მისამართზე უნდა გადაიტანოს აი ეს მნიშვნელობა, ანუ ნახეთ, რამდენი 0-იანის არის 1 2 3 4 5 6 7 8 და აქეთ უნდა ჩახდეს ერთიანი. დავაწვეთ და ვნახოთ. მოკლედ, ხო, 4-იანში იმიტომ ჩახდა, რომ აქ ეს რეგისტრები ისე არის, რომ თითო 2 ბიტს იკავებს, ანუ სულ 15 გვაქვს. როცა რეალურად სინამდვილეში აქეთ რომ გადმოვიდეთ რეგისტრებზე, აქ არის 32 და აქ ჩვენ ედიტორში რაც არის, თითოეული იკავებს 2 ბიტს. ანუ აქ შემიძლია მე ჩავწერო 1 1. მაგალითად 1 1. ან 0x2 იგივე რაც 1, ან 0b1 1, ხო? ანუ ესე შემიძლია ჩავწერო ხოლმე და მერვეში იმიტომ არ გადაიტანა, რომ რეალურად მე აქ მერვეში ამ რეგისტრში რეალურად გადაიტანა. თუმცა აქ არის ესე ჩანაწერი, რომ აი თვითონ ამეებად არის დაყოფილი, ხო? ანუ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. და ეს ყველაფერი უნდა გადავსულიყო აი აქ. ყველაფერი ზუსტად მოხდა. აქეთ იყო ერთიანი და დავაბრუნოთ ეს ყველაფერი. ამის შემდეგ რაც უნდა მოხდეს, temp-ი გახდეს 0 და всё, ჩვენი პროგრამაც ამით გამოვა და დაასრულებს მუშაობას. მოკლედ, ამ ეტაპისთვის რაც გვაქვს, mode კონფიგურაცია წარმატებით გავაკეთეთ. ამის შემდეგ, ახლა ვიდეოს გავაჩერებ და ახალ ვიდეოსთვის გავაკეთებ უკვე რომ დავწეროთ კონფიგურაცია. თუ გნებავთ თქვენით ახალი ვიდეო ჯერ არც დაიწყოთ, აი როგორ უნდა მოხდეს, ხო, ისევე, აი მარტივ მინიშნებას მოგცემთ, ისევე temp ავიღოთ. გადმოვიტანოთ ეს ინფორმაცია და თუ კი გმინდა რომ საბოლოო ჯამში რა უნდა მოხდეს, ხო, აი მოდი კონფიგურაცია ვნახოთ. მეოთხე პინზე GPIO mode output-ი გახდეს და pull down-ი გააქტიურდეს, ხო, აი ეს როგორ უნდა მოხდეს? ესე იგი უნდა მივუწვდე მე pull down register-ს, აი ამას. და აქ როგორი მიდგომა გვაქვს, ანუ აი აქ 0 1 2 3 4 5 6 7 მერვე მეცხრე ბიტებში უნდა ეწეროს
აქეთ რა მიწერია კონფიგურაციაში GPIO pull up. GPIO pull up 0.1 უნდა ეწეროს აქ. როგორ უნდა გავაკეთოთ, ესე იგი თქვენი თიფიქრეთ, რომ შეგიძლიათ პირდაპირ ტემპიც არ აიღოთ და ისე გააკეთოთ, თუმცა ესე უფრო მარტივი არის ხოლმე. აქ გვაქვს ყველა ეს რეგისტრი, ამაშივე გვაქვს ის კონფიგურაცია, რომელიც უნდა გადავიდეს, დაახლოებით უნდა მოხდეს ესეთი რაღაცა. ბოლო ეტაპზე, ოღონ მოუდერის მაგივრად output type-ში, აი ეს არის ხო, ჩვენი output type-ი. უпростоრად pull up pull down-ი. pull up pull down რეგისტრში უნდა ჩაიწეროს ტემპი, ოღონდ ეს ტემპ ცვლადში უნდა ეწეროს აი ეს pull up. ერთიანი სასურველ მისამართს. მოკლედ, ახლა ამ ვიდეოს დავაპაუზებ. ეს ყველაფერი შეგიძლიათ ჯერ თქვენითაც სცადოთ. აქეთ ერორი გვაქვს, ერორი რატო გვაქვს? has no აქეთ ეს რაიმე, ეს რატო გვაქვს? მოკლედ, მოძებნეთ, მოდი თქვენთვის. apply 904, მოდი უბრალოდ ნახავ ეს გვაქვს თუ არა გადმოტანილი ამ რეგისტრში. რაღაც არასწორად მიწერე. ანუ აი ეს უნდა იყოს, ხო? აი ბოლოში PM მქონია მიწერილი და ამიტომ. ახლა რომ შევამოწმოთ, ეს ყველაფერი სწორი იქნება. ანუ რეალურად ახლა ტემპი არის 0-ის ტოლიდან 0-ს გადაიტანს pull up pull down რეგისტრში, მაგრამ თქვენ უნდა გააკეთოთ ისე, რომ pull up pull down-ის რეგისტრში კი არა, pull up pull down-ის მერვეში ეწეროს მეცხრეში 0-იანი და აქ 1-იანი. ჯერ უნდა გავასუფთავოთ ისევე, როგორც აქ ვაკეთებ და შემდეგ გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი. ახლა ამ ყველაფერს დავაპაუზებ, შეგიძლიათ თქვენ გააგრძელოთ, თქვენ გააკეთოთ. მე მგონი მარტივი არის ყველაფერი. ამის შემდეგ გვექნება რომ speed-ში სასურველი ერთიანი იქნება თუ რომ აი აქ ეს speed-იც რომ შევქმნათ ხო ბოდანა, speed არ მაქვს შექმნილი. წერტილი GPIO config, წერტილი GPIO pin speed registry, უდრიდეს GPIO speed fast. იყოს თუნდაც. ან high. ეს ყველა კონფიგურაცია რაც აქ მიწერია, ესეც რატო დავჩაგრეთ, კაი ეს თუნდაც ჯერ გავაუქმოთ. აი ეს კონფიგურაციები რაც მე მიწერია, ეს ყველაფერი რომ გადავიდეს რეგისტრში. ანუ მე აქ ერთი მაგალითი დავწერე, თუ როგორ უნდა გადავიდეს, როცა ამ ფუნქციას გაივლის ჩვენი კოდი, ანუ აი აქეთ შეასრულებს ამ ყველა ეტაპს, ანუ mode-ში ჩაწერს იმას, რაც მინდა რომ mode-ში ჩაიწეროს, output type-ში როგორ უნდა ჩაიწეროს ის, რაც მოვიდა, ხო? თქვენ გააკეთეთ, speed-საც და config pull up pull down-საც თუ გააკეთებთ, ხო ძალიან კარგი, თუ არა და დამელოდეთ შემდეგ ვიდეომდე. დროებით